თუ კი ახლავე დირექტორს არ დავურეკავ, გამათავისუფლებენ. გამარჯობა, მასწავლებლო, რამე მოხდა? ტელეფონი დამიჯდა, დამეხმარე და მე დაგიწერ 5-იანს ნებისმიერ საგანში. ეხლავე მასწავლებლო. ზადა, თქვენი ბატარეა დატენილია. მადლობა, ძლიერო ბიჭო. ალო? ეს დღევანდელი საკონტროლოს პასუხებია. უნდა მივიღო ისინი. ისევ იგივე საკეთებ, დამიბრუნე ტესტების სწრაფად. ვერ ხვდები, რაზე მოლაპარაკები, შენი სუნი ვიგრძენი, მივხვდი, რომ შენ იყავი, ეხლავე ტესტი დააბრუნე, თორემ 200-ს მიიღებ. არ ვიცოდი, მასწავლებელს სუპერყნოსვა თუ ჰქონდა. სუპერყნოსვა არაფერ შუაში არა, შენი საშინელი სუნა მოზბრალია, ხომ გითხარი, რომ არ დაგესხა? ქალი კატა, ისევ დაიგვიანე გაკვეთილზე? აპატი, მთელი ღამე სახურავებდა დაუჯრებოდი და დამნაშავეებს ვეძებდი. ალბათ ისევ ზემოიპარეს სუპერმარკეტიდან. აი, მე კი არასდროს ვაგვიანებ. შენ გაგიმართლა შენი შესაძლებლობები ქალ კატასთან შედარებით. რას აკეთებს ის სუპერგმირების სკოლაში? მას სახელიც კი არა. სუპერგმირის და არც ძალა. ფრენა მაინც ისწავლოს, რომ სკოლაში არ დააგვიანოს. აბა დამშვიდდით. დღეს ჩვენ გვაქვს გაჯეტების მართვის გაკვეთილი. ურა, ჩემი საყვარელი გაკვეთილია. კარგი რა, გაჯეტები ლუზერებისთვისაა, სუპერგმირებისთვის კი მხოლოდ ძალა. მართლა? მოდი აბა მაჩვენე შენი ძალა. გამოდი. მარტივია, ახალი სუპერძალა მაქვს, წონაში 500 კილოგრამამდე გადრდა შემიძლია. აბა დადექი სასწორზე. ამით ელვის სრულად შემიძლია. ასეთი ძალით ვერავინ შემაჩერებს. ეი, მეგუტუნება. საწავიდა შენი სუპერძალა. ეს ნამდვილი გაჯეტიც კი არ არის, უბრალოდ ბუმბულია. ეხლა ხვდები, რატომ არის მნიშვნელოვანი სუპერგმირული გაჯეტების გამოყენება? გაჯეტები მაინც ესულელია. ეს არ არის სიმართლე, მათთან ერთად ბეტმენიც კი გახდა მაგარი გმირი, თუნდაც სუპერძალების გარეშე. ო, სწორედ ბეტმენმა შექმნა გაჯეტების მართვის მეცნიერება. ლუნა, რამდენიმე მათგანის დემონსტრირება შეგიძლია? სიამოვნებით წარმოგიდგენთ. სასაცილოა, ყოველთვის თავსით შენს ამ გაკვეთილებზე. და შენ თვითონ არ დაეხმარე მასწავლებელს ჩანთის წამოღებაში? მე თავი არ გამომიჩენია, უბრალოდ დავეხმარე. ხო, რა თქმა უნდა. აბა ვინმე თქვის ეს რა არის? საბავშვო აუზის ბურთს გავს. იქნებ აბაზანის ბომბია კაფის გასაკეთებლად. არა, ეს კვამლის ბომბაა. სად არის ქალი კატა? მე როგორ ჩანს თავი აიფეთქა, შეცდომა დაუშვა. ნუ აკეთებ ასე. გეშინია, თქვენ რა გმირები ხართ? რა თქვი? მე შენ ახლავე? აბა შეწყვიტეთ, ახლა ვნახოთ გაკვეთილისთვის ვინ მოემზადა. და ვინ მიიღებს კიდევ 200-ს. აბა ვინმე თქვის ეს რა გაჯეტია? იქნებ შენ მითხრა შიფრ. კარგი რა, მე რატომ? აბა რა სახის გაჯეტია ეს? მე ვფიქრობ, რომ ეს არის შემომცირებელი სხივი. ვიცი როგორც მუშაობს. არა, არ გინდა. ой. შენ ტელეფონი დამიწვი. ბოდიში, ახლა ყველაფერს გამოვასწორებ. ფუფ, აბა რა გაჯეტია ეს? ეს არის ცეცხლსროლი იარაღი, რომელიც საჭიროა ქაბაბის, მარშმელლოუს და ბოროტმოქმედების შესაწვავად. მართალია, 5-იანს დაგიწერ. არის. იქნებ ისევ გამოიყენე შენი სუპერძალა მას შემდეგ, რაც პასუხი გაიგე. რას ამბობ? არა, რა თქმა უნდა. ხო, აბა რა. ეხლა მე კიდევ რამდენიმე გაჯეტს გაჩვენებთ. აბა ვისზე გამოვცადოთ, ვის გაქვთ სურვილი? ლუნა, დაფასთან გამოდი. ჩვენი პირველი გაჯეტია რენტგენის სათვალე. მისი დახმარებით ბოროტმოქმედის სუსტ წერტილებს ხედავთ. ბა, მაგარია, ცოტა შემზარავი ოღონდ. და რა არის ეს? ეს დამცავი ქოლგაა, გახსენი? არა, საჭირო არ არის. ბა, გადავრჩი. როცა ეს გაქვს, არანაირი იარაღის არ უნდა შეგეშინდეს. ეს რა არის? ამას ელექტროსაღэж რეზინას უწოდებენ. ეს არის კიდევ ერთი იარაღი ბოროტმოქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად. გემრიელია და როგორ მუშაობს? ეს როლე სახეჭი რეზინას ავერჯიშო მანეკეს და თავად მიხვდები.
ვაუ, მაგარი გაჯეტია. სისულელეა. ამას ჩემი ჩაკუჩიტად გავაკეთებ. ეს იყო ყველა გაჯეტი დღევანდელი გაკვეთილისთვის. შესვენებაზე გადით და შემდეგ გავაგრძელებთ. დაიჭირე. ეი, მომეცი. შეწყვიტეთ, ჩემია. შეეცადე და მიიღე ის. კარგი, თუ ესე ძალიან გინდა წაიღე. რა მოხდა შენი ჩანთა ესეთი მძიმეა? ეს შენ გააკეთე, ყველაფერი ისე დააბრუნე როგორც იყო. მადლობა თქვი რომ მაშინვე არ გადავწვი. დავივიწყეთ ის, წამოდეთ სასადილოში. არა უშო, სუპერძალის გარეშეც გავუნკლავდები. შენ რა ისევ ყველაფერი შეჭამე? ხო, მე შემიძლია წონა ვაკონტროლო, ამიტომ მინდა შევჭამ რამდენიც მინდა. შენი შესაძლებლობა რომ არა, იმ ხელა იქნებოდი გარებშიც ვერ შემოეტევოდ. ცოტა მომეცი. ასე არ ვფიქრობ. ასე არა? არა, პირი დამეწვა. ეხლა ჭკუას ისწავლი. ეხლა ჩვენ გავარკვევთ, რამდენად კარგად იცით უცხო პლანეტელების ენები. სხვათა შორის Strongboy სად არის? ცოტა დააგვიანდება, ეტყობა რაღაც ცუდი შეჭამა. კარგი, გაკვეთილი მის გარეშე დავიწყოთ. რაში გვჭირდება საერთოდ უცხო პლანეტელების ენის სწავლა? ბევრი სუპერგმირი და ბოროტმოქმედი მოვიდა ჩვენთან სხვა პლანეტიდან, ამიტომ მათი ენის ცოდნა აუცილებელია, რათა კონტაქტი დავამყაროთ. ცუდია, მეზიზღება უცხო ენები. მე კი მიყვარს. თქვენი უნარების შესამოწმებლად სტუმარი გყავს სულელური პლანეტიდან. მე გთხოვეთ ძირითადი ფრაზები გესწავლათ ნიბერიელებთან კომუნიკაციისთვის. ვის სურს იყოს პირველი, ვინც მიესალმება ჩვენ სტუმარს? მე მინდა. ნიბერიელებს არ აქვთ თავიანთი ენა, ამიტომ ისინი ჟესტებს იყენებენ კომუნიკაციისთვის. მართალია, თქვი მე მომამზადე საჩუქარი შენთვის. გამარჯობა, მე მომამზადე შენთვის საჩუქარი. მართალია, 5 კულას დაგიწერ, ლეონე, ახლა შენი ჯერია. ლეონა, თქვი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს პლანეტაზე. თავი იგრძენთ როგორც საკუთარ სახლში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს პლანეტაზე. თავი იგრძენთ როგორც საკუთარ სახლში. შენ დედამის შეურაცხყოფა მიაყენე. აი, მტკივა, შეტყვიტე შეღუპუნება. უკაცრავად ჩვენ სტუდენტს შენი შეურაცხყოფა არ სურდა. ოჩახ, ლეონა, იცი რა რთული იყო ნიბერიელის პოვნა გაკვეთილისთვის? ჩემი ბრალი არ არის, ის ისეთი ველურია. ესე არ მოხდებოდა საშინაო დავალება სწორად რომ შეგესრულებინა. დაჯექი ორიანი. ბოდიში დაგვიანებისთვის. კიდევ ერთი დაგვიანება და გადაგიყვან სუპერ ბოროტმოქმედების კლასში. უბრალოდ იქ არა, იქ ლუზერები სწავლობენ. ხო, სხვათა შორის ბოროტმოქმედებზე საუბრისას ჩვენი გაკვეთილი უცხო ენებზე ჩაიშალა, ამიტომ გვექნება გაკვეთილი დანაშაულის გამოძიებაზე. ეს ფოტოები გადაღებულია ძარცვამდე და ძარცვის შემდეგ. თქვენი ამოცანა იპოვოთ ნივთები, რომლებიც მოიპარეს. მარტივად რომ ვთქვათ, განსხვავებები უნდა ვიპოვოთ? სამწუხაროა, რომ სუპერმხედველობა არ მაქვს. ნუ დერთობ, ნახე რა მოპარე მასწავლებელს. სათვალე რენტგენი ის რაში დაგვეხმარება? არ ვიცი, მეგონა შენ მეტყოდი. ოხ, რა სულელი ხარ. თქვენ გაქვთ რამოდენიმე წუთი და კიდევ ერთი რამ საათი მომეცი. მის გარეშე ჩემი ძალა არ მუშაობს. ვიცი, ამიტომ საათი უნდა მომცე, რათა არ მომატყუო. აბა ვნახოთ. აი აქ ბომბა, აქ კი არა. ბურთებიც მოიპარეს. ბარაბანიც მოპარულია. ბარაბანი ბურთით. რამდენი აკლია? 1, 2, 3, 4. კრისტალიც. ეს თაფლია. თაფლის კილა მოიპარეს. თაფლის კილა მოიპარეს. იხვი მოიპარეს. დრო გავიდა, აბა რამდენი მოპარული ნივთი იპოვეთ? დამნაშავემ 9 ნივთი მოიპარა. სტებით სულ 15 ნივთია მოპარული. ყველა ნივთი ვერ ამოიცანით, იმიტომ რომ ბევრი დრო არ გქონდა. სუპერგმირები ხართ, ასეთი ამოცანა მარტივად უნდა ამოხსნათ. ვერ მხვდები რა გამოგვრჩა. ბავშვებო, კომენტარებში დაგვიწერეთ, თუ თქვენი პოვეთ ისეთი ნივთი, რომელიც ჩვენ ვერ ვიპოვეთ. და მოიწონეთ ეს ვიდეო. ახლა მოდი შევამატოთ, როგორ გავუკლავდებით რეალურ დავალებას. წამოვყევით. მოусმინეთ დავალებას. მოხუცმა ბებიამ უნდა გაიაროს საშიში ტერიტორია, რომელიც დასახლებულია ბანდიტებით, ხაფანგებით და სხვა საფრთხეებით. თქვენი ამოცანაა დაიცვათ ბებო და დაეხმაროთ მას. დამნაშავეებთან ბრძოლა ეს ნამდვილად შემიძლია. ესეთი თავდაჯერებული ხარ პირველი შენწადი. კარგი. ამ მომენტიდან მე თქვენი მასწავლებელი კი არა ბებია ვარ. გასაგებია? ბებო, ნუ გეშინია, მე დაგიცავ, გამომყევი.
აბა მომეწი ჩანთა და შენი ძველი საფულე. მიშველეთ. ლუკაშენია ბებო მე დაგიცავ. აღა ჩემი ჩაქუჩი. გაიქეცი, სამარცხვინო შიშარა. მადლობა საყვარელო შენს მოწვევებს გადაეცი რომ კარგი ქულა დაგიწეროს. ეხლა ჩემი ჯერია. აინახე? ვიჩქაროთ ბებო აქ უსაფრთხო არ არის. მოხვალ ჩემს სასაკამდე და შემოგხედავ. ჩემი ჩანთა. ლუკაშენია ბებო მე ყველა დამნაშავეზე სწრაფი ვარ. აი ბებო შენი ჩანთა. მადლობა დიდი. მე შენ დაგიწერო 4 ქულას. 4-ს რატომ? არ უნდა დაგეჩქარებინა ბებო. პატივიეცი უფროსებს. ეხლა ჩემი ჯერია. არ იჩქარო ბებო, ფრთხილად წავიდეთ. დარწმუნებული ხარ რომ ჩემი დაცვა შეგიძლია? რა თქმა უნდა, მე დავამტკიცებ რომ სუპერგმირობის გარეშე შემიძლია ვიყო სუპერგმირი. ჩემი ჩანთა. ლუკაშენია ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. ეს რა არის? საძილე გაზი დამნაშავეებში აჩერებს. ოჩახ, კარგად გამოგივიდა. შენ ერთდროულად 2 კარგ ქულას მიიღებ. კარგი გამოგონებისთვის. მადლობა. გაიღვიძე. არა, მეორე გაკვეთილზე წავალ. ეი ლუზერო, როგორ ბედავ შენი სურელური გაჯეტების გამოყენებას? ჩემი ბრალია, მასწავლებლის დავალება ესეთი იყო. თავს მოიმართლებ, ეს შეგნებულად გააკეთე. უცნაური არაფერია. ასეა რა, მაშინ მეც გამოვიყენებ შენს წინააღმდეგ რაღაც. აბა აქ რა ხდება? არაფერი. კუზა შენ რა შენ სუპერძალებს კლასელების წინააღმდეგ იყენებ? უბრალოდ თამაშობდით. უმატყუებ ამისთვის შენ დაირჩები. გაიკეთე. აღონდეს არა, ის ჩემს ძალებს ბლოკავს. მის გარეშე სკოლაში ვეღარ მოხვალ და აღარ იხულიგნებ. ამას კი მეწავიღებ. აბა სად არის ახლა შენი სუპერძალები? იცინე, ადრე თუ გვიან შენც მიიღებ ასეთს. ჩემთვის სულ ერთია, ჩემი ძალა გაჯეტებია და არა ეს სისულელეები. გადავიდეთ დღევანდელ ბოლო გაკვეთილზე, გმირების ისტორია. ჩემი საყვარელი გაკვეთილია. ყველა გაკვეთილი შენი საყვარელია. რა შეგვჭირდება სუპერგმირების ისტორია? საკუთარი ისტორია უნდა დავწეროთ. ისტორია გვასწავლის, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. მაგალითად, სუპერმენის ბიოგრაფიიდან შეგვიძლია ვისწავლოთ დედამიწისკენ ასტეროიდის დაცემის შეჩერება. და აქ რა უნდა ვისწავლოთ? მაღლა, ფრინდები უფრო ძლიერად დაარტყამ ჩაქუჩს და ასტეროიდი გაქრება. ხედავ, როგორც ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი ხარ, Strongboy. იქნებ დაფასთან გამოხვიდე. აბა რა, ისევ მე. მიდი, თავი გამოიჩინე. ჩუმად shift, თორემ შემდეგი შენ გამოხვალ. ბეტმენი დაიბადა ამერიკულ სოფელში ძველი ფერმერის ოჯახში. დაამთავრა სოფლის სკოლა და უნივერსიტეტში ჟურნალისტად წავიდა. პირველი სტატია მან დაწერა 13 წლის ასაკში, როდესაც ცხვრების ფერმას უვლიდა. შეწყვიტე, ეს რა სისულელებია? ბეტმენის ბიოგრაფია. ეს სუპერმენის ბიოგრაფია, უამრავი შეცდომა დაუშვი, დაჯექი ორიანი. რატომ მიწერთ ისევ ორიას? უბრალოდ ცოტა რაღაცეები ამერია. მუდმივად მოუმზადებელი ხარ გაკვეთილებისთვის, ხო და იღებ იმას, რასაც იმსახურებ. მოიცადე, დაჯდომის უფლება არ მომიცია. მე გამოცანას გეტყვი, შენ კი გამოიცანე ვიზზე ვსაუბრობ. სად ვარ მითხარით? უზარმაზარი ძლიერი მეომარი ცხოვრობს უზარმაზარ სხეულში. ნუ გააბრაზებ მას, თორემ გამწმანდება. ვინ არის? ეს არის წვანეფანარი. შეცდი. სწორი პასუხია ჰალკი. ჯანდაბა, როგორ შემეშალა ესეთი მარტივი კითხვა? ბავშვებო, მოიწონეთ ვიდეო თუ თქვენ სწორად გამოიცანით shift. ეხლა შენ გისვამ კითხვას. ის დიდებული მეომარია, სიმპათიური და ძლიერი. ელვის არეშინია, ღრუბლების მბრძანებელია. ხავთ მას შეუძლია დიდი ჩაქუჩის აწევა. სისა და ელვის მბრძანებელი ვინ არის? ეს იქნება ფლეში. როდიდან ისვრით ფლეში ელვას და ურტყამს ჩაქუჩს? F-ზე ელვა აქვს არა? სწორი პასუხია თორი, როგორ უნდა აგრეოდა ერთმანეთში. არწმუნებული ვარ ყველა მაყურებელმა გამოიცნო. მე ვფიქრობ რომ არა. აბა დაგვიწერეთ, გამოიცანით რომ თორია თუ არა. თუ ვერა, მაშინ დაგვიწერეთ ვისზე ფიქრობდით. ბოლო დავალება დღეისთვის საკონტროლო წერა გვაქვს. ოღონდეს არა. მასწავლებლო იქნებ ხვალ დავწეროთ. არანაირად, ეხლავე დაწერთ თქვენ მას. თქვენ სულ 10 წუთი გაქვთ რომ ჩაერთო. ჯანდაბა, რა ვქნა, არც ერთი პასუხი არ ვიცი. მასწავლებელს ჩანთაში უნდა გქონდეს პასუხები, უნდა არ მოვიღოთ ის. ჩაქუჩი რომ მქონდეს მასწავლებელს თავში დავაწყამდი და ამოვიღებდი. სულ გაგირდი, ამიტომაც წაგართვეს შენი ძალები. ეი, თქვენ შემომხედეთ და ისწავლეთ. გამოგვივიდა. მისმინე, ჩვენც გადავიწერთ რა.
მოგცემ მათ შემდეგ რაც თავად დავწერ. ო, რამ ჩამაძინა, წავალ ყავას მოვიმზადებ. თქვენ კი იცოდეთ, არ გადაიწეროთ. ჩვენიერი მასწავლებელი არ არის, ეს ჩვენი შანსია. უნდა დავაყოვნოთ და ის წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვასწრებთ გადაწერა. ვიდეო მოგწ. უბრალოდ არ მითხრა რომ აპირებ მასწავლებელს ჩაარტყა ეს. არა, ამით კარს ჩავკეტო, რათა მან შემოსვლა ვერ შეძლოს. აი, ახლა გვაქვს დრო რომ გადავიწეროთ. ეი, ვინ ჩაკეტა კარი? ის უკვე აქ არის, იჩქარეთ. მე უკვე გადავწერე, აჰა. რომეც მეც გადავწერო და ის შეერჩერეთ. როგორც ჩანს, კარი ჩაიკეტა, შევეცდები სუპერ ძალით გავაღო ის. ცოტა შორს გაიწიეთ, რათა არ დაშავდეთ. მე დავასრულე. გამომივიდა, შეგიძლიათ შემოხვიდეთ. და მასწავლებელსაც წავიდა. მე უკვე აქ ვარ. როგორც ჩანს, დაგავიწყოთ, რომ მეც სუპერ გმირი ვარ და ტელეპორტირება შემიძლია. თქვენ არ ამბობთ რომ გაკვეთილ და სუპერ ძალის გამოყენება გვეგრძალება. იცით კიდევ რა არის აკრძალული? გადაწერა. თქვენ ყველა ვარიანტს მიიღებთ. გთხოვთ, ქულების გამოსწორების უფლება მოგვეცით. მეც აღარ ვიზამთ. კარგი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვიდეოს 10,000 მოწონება ექნება.